შენს თუ ღმერთი გიყვარს, ავტომისას უგიხარია გასაგებია, მაგრამ თუ გიჭირს, შენ და იმას მიიღებ მადლიერებით, თანაზიარი ხდები ქრისტეს ჯვარცმისა და წამებისა. არ არის ადვილება, რა გიადვილებს? ლოცვა გიადვილებს, მარხვა გიადვილებს და აღსარება ზიარების საიდუმლოება. იმის გახსენება, რომ დედამიწა არასდროს არ იქნება სამოთხე. აი ეს ხალხიც, ფიზიკურად ჯანმრთელია. ვისაც ქონება აქვს, თანამდებობა აქვს, აბა კითხეთ, თუ ისინი ღმერთთან არ არიან და მადლიერების ნობა თუ არ აქვთ ისადმი. იმას შიშპოთია, იმაში არ მოყავს და სიმშვიდე არ აქვს და ბედნიერებიც არ არიან. მოყავს ინგლისის მაგალითი, რომ თუნდაც ყოველწე იწას არისტოკრატების 5% იკლავს თავსა და არისტოკრატი კიდე რას ქვია? ის ხალხი, ვისაც არაფერი არ აქვს და მატერიალურად რა აკლიათ? მადლი აკლიათ და როცა მადლია, მაშინ მადლიერების ნობა შენში და ღვთის მადლი არ მოგაკლოთ ღმერთმა და ღმერთმა დაგლოცოთ. აი როგორ უნდა მივხვდეთ,